ახლა კი დაპირებული თემა ჩვენ გადავერთვებით ფარიკაობაზე, მოგეხსენებათ, ძალიან მალე თბილისში დაიწყება ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება ერგო საქართველოს ეს ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა ჩვენი ფედერაციისთვის და როგორ ემზადება ჩვენი ფედერაცია აი ამ ღონისძიებისთვის, როგორ არის ამზად ჩვენი მოფარიკაოები. ამის შესახებ მოგიყვება მერაბ ბაზაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრი საქმე აქვს ბოლო დღეებში და მომდევნო დღეებშიც ბევრი საქმე ექნება, მან მოიცალა იმისთვის, რომ ყოფილიყო ჩვენთან სტუდიაში. ბატონო მერაბ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და მე ვეთქვი მაყურებელს, რომ ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი და პირველი არხის სპორტი შემოგთავაზეთ პირდაპირ რეპორტაჟებს აი ამ მსოფლიოს ჩემპიონატიდან და ვით უმეტეს გვაინტერესებს თუ როგორ ემზადება ქართული მხარე აი ამ ტურნირის ორგანიზებისთვის და რა შანსები აქვს ჩვენს მოფარიკაოებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ლუკა, პირველი კითხვა შენ დასვი და მე ვეჩვენებ. ლოგიკური იქნება მოგესალმებით ბატონო მერაბ, კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ. პირველად მასპინძლობთ ფარიკაობაში ასეთი მასშტაბის ტურნირს, მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 22 რიცხვიდან 30-ის ჩათვლით 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რა თქმა უნდა, იყო აი ამის ორგანიზატორი, თანაორგანიზატორი საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. როგორც ჩაიარა საორგანიზაციო პროცესმა, მით უმეტეს, რომ ჩვენ შარშა მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობის შესაძლებლობაც მივიღეთ და ეს იყო ალბათ ერთგვარი გამოცდილება, რამაც გაგვიმარტივა წელს უკვე მუშაობა. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, რა თქმა უნდა, რთული პერიოდი გავიარეთ, მოსამზადებელი და უკვე დასასრულს მივედით. დღეს უკვე სრულდება და ხვალიდან უკვე ჩაერთვება ორ დისციპლინა იწყებს. ბრძოლები იწყება რაპირაში და დაშნით ფარიკაობაში. სამზადისი გავიარეთ კარგად საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერა რომ არა ვერ შევასრულებდით, ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა, აი უზარმაზარი სამუშაო შესრულდა ჩვენი მხრიდან, პატარა დეტალები იყო დარჩენილი და დღეს ყველაფერი გასწორდა და მზად არის უკვე სამი სპორტის სასახლე და მეოთხე სივრცე ჩვენ ავაგეთ. ესე რომ ვთქვათ და მზად არის უკვე ეს ულამაზესი სივრცე გამოვიდა, გაკვირვებულია მთელი მსოფლიოს დელეგაციები, რომ ძალიან წარმატებულად და ძალიან ორგანიზებულად ვაკეთებთ ყველაფერს და მზად ვართ უმასპინძლოთ და დავიწყოთ უკვე ხვალიდან მსოფლიო ჩემპიონატი. გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთ ტურნირებზე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, როგორც სპორტსმენები, ისე რა თქმა უნდა, მათი გულშემატკივრების, ამაზეც რო ვისაუბროთ, ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მოვა ქართველი სპორტსმენის საგულშემატკივროდ, რა გარემო, როგორი სივრცეები დახვდება. ძალიან კარგი და ძალიან ლამაზად მოწყობილი სივრცეებია. დღეს იყო სპორტის მინისტრი და მთელი მთავრობა იყო თითქმის მოსული და დაათვალიერეს ეს ყველაფერი. და ძალიან ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული, არის გასართობი სივრცეები, ჟურნალისტებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცეები, 5 ტელევიზია მოგეხსენებათ, დღეს ჩამოდის დიდი ქვეყნების ტელევიზიები, ყველას თავისი სივრცე აქვს და გამოყოფილი და ძალიან ლამაზი სივრცეებია შექმნილი და გაკეთებული. ფიქრობ, რომ საინტერესო დროს გაატარებს ეს სტუმრები თბილისში, ბევრს დაგეგმილი აქვს ტურისტული ტურები, ვისაც თავისუფალი დრო აქვს და არ ასპარეზობენ. ასე რომ საინტერესო ორი კვირა გველოდება თბილისში ხვალიდან. ბატონო მერაბ, აი სპორტულ მხარეზე რო გადავიდეთ და პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი ნაკრების ჯერ ესეთი შემადგენლობა, რამდენ წევრიანია ჩვენი ნაკრები და ნუ ვიცით რომ მთავარი იმედები, რა თქმა უნდა, ეფუძნება ჩვენი სანდრო ბაძაძეს, მაგრამ აი ნაკრების სრული შემადგენლობა რო დაგვიხასიათოთ და სანდროს გარდა კიდევ ვის აქვს შანსი რომ თავი გამოიჩინოს და ვის უნდა დავაკვირდეთ ჩვენი ნაკრებიდან. 24 სპორტსმენით არის დაკომპლექტებული ჩვენი ნაკრები, 12 გოგონა, 12 ვაჟი. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, იმიტომ აღნიშნული ჩემპიონატი არის სენიორებში. ჩვენ გვყავს 18-19 წლამდელი ჭაბუკები და გოგონები და ამხელა გამოცდილების, ამხელა ტურნირზე მათ არა აქვთ გამოცდილება და ეს დიდი რაღაც იქნება მაგათთვის, დიდი გამოცდილების მთელი მსოფლიო ელიტა ფარიკაობის აქ არის. სანდრო და ხმლის გუნდი, რა თქმა უნდა, ფავორიტები არიან ამ ტურნირის და იბრძოლებენ მედლებში, როგორც პირადპიროლობაში, ასევე გუნდურ ჩათვლაში. ახალგაზრდები მიიღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას. გუნდურში მხოლოდ ხმალში ვიყოლება? ყველა სახეში, ყველა დისციპლინაში 24 იასპარეზებენ 6-ვე დისციპლინაში. თქვენ თვითონ ელიტაა ჩამოსული. პრაქტიკულად ყველა ნაკრები არის უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტებული და ჩვენ ვიხილავთ აქ პრაქტიკულად მთელ თანავარსკვლავედს თანამედროვე ფარიკაობის. რა თქმა უნდა, უამრავი ვარსკვლავია ჩამოსული.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები ყველანი აქ არიან და ძალიან საინტერესო ბრძოლებს ველოდებით აი უკვე ხვალიდან. ბატონო მერაბ, მე ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებში ფარიკაობის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს, სადაც თავად სპორტსმენები საუბრობენ იმის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მათზე გულშემატკივრობა, თან განსაკუთრებით, როდესაც ჩინას პარეზობ საკუთარ კედლებში ოლიმპიურ არენაზე, ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს, გამამხნევებელ შეძახილებს, ალბათ დიდი მნიშვნელობაა ქართველი სპორტსმენებისთვის და თქვენც რო ისაუბროთ ამას. რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში ხარდაჭერა, რაც მეტი ხალხი მოვა და უკომაგებს ჩვენ ნაკრებს, გახსნილი იქნება მათთვის ყველაფერი, 25-ში არის საინტერესო ძალიან გახსნა და ახურვის ცერემონიალი და ჩვენ ყველას ვეპატიჟებით მთელ საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ სავსე იქნება, სავსე იქნება სპორტის სასახლე, რომელიც 10,000 კაცს იწევს. ჩემი მონაცემებით, აი ყველა სურვილს გამოთქვამს, რომ მოვიდნენ და უკომაგონ. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სპორტსმენისთვის. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ხალხს ვიხილავთ ჩვენ აღნიშნულ ტურნირზე. ჩვენი გუნდის ლიდერზე მინდა ბატონო მერაბ ცალკე ვისაუბროთ. სანდრო ბაზაძე ყოველს გვახსოვს შაშან პარიზის ოლიმპიადაზე რაც მოხდა. აი იმის შემდეგ სანდრომ როგორ გადალახა ის მომენტი, როცა თითქოს ფარიკაობაში დარჩენაც აღარ უნდა და როგორ მოემზადა ის ლევანდელი ჩემპიონატისთვის. სანდროს ყველა სინჯის მეტალი აქვს, ოლიმპიური თამაშების მედალს არ აღირსეს, ვერ აღირსეს, მაგრამ ასაკი აქვს. უამრავი მაგალითია, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე სანდრო იქნება 35 წლის, უამრავი მაგალითებია იმის, რომ აღნიშნული ასაკი ფარიკაობაში არაფერი არ არის. 40 წლის ხალხს ვიხილავთ აქ ჩვენ და არაერთის მედალოსანი გახდება ასაკოვანი ფარიკაობა, ესეც სპორტის სახეობა, თუ ფიზიკურად გამძლეობა გააქვს და ფიზიკურად კარგ ფორმაში ხარ, 40 წლამდე თავისუფლად შეგიძლია იასპარეზო. სანდრომ რთული პერიოდი გაიარა ოლიმპიური თამაშების მერე, მაგრამ ეს სპორტია, ყველა მოჯახმა და თვითონ სანდრო ფსიქოლოგიურად ძლიერი სპორტსმენია, ძალიან ძლიერია. მე ვთვლი, რომ ამნაირ რაღაც შემდეგ რო გადაიტანო, გააგრძელო და ისევ იქ იყო, სადაც სანდრო არის, უძლიერესი ტურნირი მოიგო მადრიდში 2 თვის წინ. ის ტურნირი, რაც სანდრო მოიგო, იმაზე ძლიერი ტურნირია, რაც თბილისში იქნება. ვინაიდან აქ 4 წარმომადგენელი გამოყავს, მხოლოდ 4 წარმომადგენელი გამოყავს თითო ქვეყანას და მადრიდში თითოეულ ძლიერ ქვეყანას, როგორც კორეა, იტალია, საფრანგეთი, ასე შემდეგ 20 სპორტსმენი გამოყავს. იქ უფრო ძლიერი ტურნირი მოიგო, ძალიან ადვილად მოიგო. მე ვფიქრობ, საკუთარ კედლებში ახლა სანდრო ის არ არის, რომ აი რაღაცა ნებათა ღელვა და რაღაც ზედმეტი ის კონდეს, ძლიერი სპორტსმენია, გამოცდილია, ფსიქოლოგიურად ძლიერია და პირიქით საკუთარ კედლებში უფრო ძლიერ ფარიკაობას აჩვენებს, ვიდრე სხვაგან. ბატონო მერაბ და აი ის მსაჯები, რომლებიც პარიზში იყვნენ, აქ ჩამოსულები. უარი განაცხადენ და არც ერთმა ესპანელმა, ანუ გრძნობენ დანაშაულს, გრძნობენ პასუხისგებლობას 23-ში კონფერენციები მაქვს საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად დაგეგმილი და მთხოვენ წინასწარ, რომ ოლიმპიური თამაშები არ ვახსენოთ. რატომ ეგ არის კითხვა. ნუ რაც იყო, წარსული იყო, ჯობია რომ სანდრო სულვეუნები, რომ რთული გზები გაიარო და ბოლოს მიხვიდე იქ, რაზეც ოცნებობდი, რაც შენი მიზანი იყო და მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ამ იმაში გაატარენ სანდრო, უფრო ძლიერი გახდა, უფრო ძლიერი ნებისყოფის გახდა. ის ფიცხობა და ის დაივიწყა და ძალიან დამშვიდებული მიდის დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან დამშვიდებული მიდის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სანდრო ძალიან ადვილად მოიპოვებს აქ, რაც მოსაპოვებელი აქვს უმაღლესი. იგივე შეიძლება ითქვას გუნდურ ასპარეზობაზე? გუნდურში ძალიან ძლიერი გუნდი ყავს, ეხლა 8 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ ევროპაში ჩვენი ბიჭები 1 თვის წინ. ძალიან ახალგაზრდული გუნდი მყავს, 2 კაცი ძალიან, 2 ბავშვი ძალიან ახალგაზრდა 15-16 წლის ბავშვები და უნგრეთის ნაკრებს რომ არა იქ რაღაც პატარა ისენი რაც გამოვასწორეთ უკვე შეცდომები, უნგრეთის გუნდი რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში პირველია 23-12 უგებდნენ და რატომღაც ამ გამოუცდელობის ბავშვების ის იყო, წავაგეთ, ეგ შეხვედრა 45-42, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსები აქვთ. დიდი შანსი აქვს ჩვენ გუნდს, რომ მედლები მოიპოვონ საქართველოში.
დიახ, ბატონო მერაბ, თქვენ ახსენეთ, რომ ეს ტურნირი ძალიან დიდი შანსია, კარგი შანსია ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის, რომლებიც იასპარეზებენ, მიიღებენ გამოცდილებას ყველაზე უფრო ძლიერი კონკურენტების წინააღმდეგ გასვლისა, თუმცა ეს გამოცდილებაა თავად ქვეყნისთვისაც და უშუალოდ თქვენი ორგანიზაციისთვისაც, საორგანიზაციო კუთხით და ეს გამოცდილება, როგორც წესი, ამ გამოცდილებას მომავალშიც მოაქვს ხოლმე გარკვეული შედეგები, თალშარშან თავს უმასპინძლეთ, ახლა უკვე ჩემპიონატია, ამაზეც ხო არ მიდის საერთაშორისო ფედერაციასთან საუბარი, რომ მომავალშიც უმასპინძლოთ დიდ ტურნირებს. 10 წელია უკვე 10 წელია ჩვენ ამ ტურნირების ჩატარებაში ვარ. ისე უბრალოდ არა უღიათ და არ გადმოუციათ ჩვენთვის სოფლიო ჩემპიონატი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც მოთხოვნებში წერია, ის მოთხოვნები გაიზარდა, ნუ არერთი 5-ჯერ ალბათ. ისეთი ახალი რაღაცეები გამოჩნდა და ვიმოქმედეთ უკვე ვიმოქმედეთ ადგილზე სხვა გამოსავალი არ იყო. იმასაც ვიძახოდი, რომ ეხა თავიდან რომ დამბრუნდა უარს ვიტყოდით ხო. ძალიან ისეთი რაღაცეები გამოჩნდა, რომ ნუ ვფიქრობდი, რომ აი დავნებდე და რაღაც, მაგრამ დღეს ამაყივა, რომ ისეთი გუნდი მყავს. გენერალური მდივნის ჩათვლით, დინი ჯერენაშვილის ჩათვლით, გაუძველით ამას ყველაფერს და გავაკეთეთ. ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 5000 კაცია ჩამოსული. ზოგი კახეთში მიდის ტურისტულ და აქვს თავისუფალი დრო ეს 2-3 დღე შეჯიბრებამდე. ზოგი იქეთ მიდის, ეს ქვეყნის სიძლიერია. ეხა იქ ევროპის ჩემპიონატი აიღენ კიდე რაღაც სპორტის სახეობაში, იქ ის აიღენ და ეს საამაყოა ქვეყანა, ჩვენი პატარი ქვეყანაა, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატს რო გენდობიან, ანუ დავიმსახურეთ ჩვენ. დავიმსახურეთ აღნიშნული რაღაცა და ეს ქვეყანას გააძლიერებს, ჩემ ფარიკაობას გააძლიერებს. უამრავი ტურისტი შემოვა, $800,000 ინვენტარი შემიძინა სახელმწიფო მარტო ეს ფარიკაობას ხელშეუწყობს და განვითარდებით და რეგიონებშიც განვითარდებით და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მივიღებთ და კარგია ეს ყველაფერი. ხო, ბატონო, მე უნდა მეთქვა, რომ ბოდიში ლუკა, როცა რაიმე სპორტის სახეობა შენ ქვეყანაში დიდი ტურნირი ტარდება, მერე უკვე პატარა ბავშვების მისვლა იმ სპორტის სახეობაში იწყება. თქვენ ამისთვის მზად იქნებით, რომ აი ამ სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრმა მოინდომოს ფარიკაობაში? მზად ვიქნებით, უკვე მომართვენობა დაიწყო, ძალიან ტელეფონი არ ჩერდება, ნუ თქვენის მეშვეობით აგებულობს ხალხი, რომ ტარდება, უკვე მომართვენობა დაიწყო, დარბაზის ცოტა სიდუხჭირე არ ვევტევით უკვე იქ 100 ბავშვზე მეტი ვარჯიშობს. მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ ძალიან მაგარი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა გამოცა ინვესტორების აქვთ უფლება მიწა უფასოდ და რაღაცას ვეძებ სიტუაციას, რომ ჩვენი ცოტა დიდი ის ავაშენოთ რა, რომ იქ შეჯიბრის ჩატარება შეგვეძლოს და ასე შემდეგ. თავის ბაზა გვინდა გავაკეთოთ ჩვენ ფარიკაობას პირდაპირ და ძალიან კარგი ხელშეწყობა ამ ბოლო პერიოდში სპორტის მიმართ და ვფიქრობ, რომ საკუთარი ბაზა გვექნება და იქ ჩავატარებთ სოფლიო ჩემპიონატს და სხვა დიდ ტურნირებს. და აი ბოლოს ბატონო მერაბ, აი მაყურებელს რომ მიმართოთ, როდის არის სტარტები, ჩვენი მთავარი სტარტები, სადაც უნდა გაივსოს დარბაზი აუცილებლად. რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ ყოველ დღეს იყვნენ ჩვენი მოფარიკავების გულშემატკივრები, მაგრამ აი მთავარი ბრძოლა სადაა? ბრძოლა არის 24-ში იწყება, 24 ივლისს იწყება. ხმალი დაიწყებს ჯგუფურ ეტაპში ასპარეზობა. სანდრო ვინაიდან რეიტინგით ამ ტურნირზე მესამე ნომერია, ის ტოვებს პირველ ჯგუფურ ეტაპებს და დაიწყებს 64 მსოფლიოს საუკეთესო 64 გამოვლინდება 24 ივლისს. დიახ. და 25-ში დილით დაიწყება უკვე მედლებზე ბრძოლა. 17 საათზე და 30 წუთზე არის გახსნის ცერემონიალი, ძალიან საინტერესო გახსნის ცერემონიალია. და 18 საათზე დაიწყება ნახევარფინალური ორთაბრძოლები. 8 საათზე უკვე დასრულებული იქნება დაჯილდოების ცერემონიალი. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ პირველი არხის ეთერში 25-ში სწორედ აი ეს ფინალური ბლოკი და გახსნის ცერემონია იქნება პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, თითქმის ყველა სტარტი გვექნება ჩვენ როგორც პირველი არხის, ასევე პირველი არხი სპორტის ეთერში. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ვუსურვოთ მერაბ ბაზაძეს, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს და მთლიანად ჩვენს ნაკრებს და ველოდებით სანდრო ბაზაძის ჩემპიონობას, იმ ოქროს მედალს, რომელსაც როგორც თავად ბატონმა მერაბმა თქვა, იმსახურებს და მზად არის ამის მოსაპოვებლად. ჩვენ ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და იმედია ტაიმაუტში გამოვაცხადებთ აუცილებლად მისი გამარჯვების შესახებ. ბატონო მერაბ, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა.